საღამო მშვიდობისა. ეს რუსთავიორია, ეს თაკუა, მე ზურა ვარ. და რაც მთავარია, ლოტო 642, რომელიც სწორედ ამ წუთებიდან იწყება და იღებს სტარტს. მოდი წარმატება უსურვოთ ჩვენს ლოტოს მოთამაშეებს, თითოეულ თქვენგანს, რადგან წარმატება არის ერთიორად მნიშვნელოვანი, რაც უფრო და უფრო იზრდება ჩვენი ჯეკპოტი და ის უკვე იმდენად ღირსეულად ჟღერს, აი ახლა გავაჟღერებთ ერთად. თითქმის 2 მილიონი გახდა, 2 მილიონს მიუკაკუნა, მილიონ 876,711 ლარი. აი ესე არის ჩვეულებრივად გამოიყურება ჯეკპოტი. ნამდვილად მეც ვფიქრობ რომ უკვე გადაარის რომ იღბლიანმა რომელიმე თქვენთაგანმა მოთამაშემ მოარტყას მიზანში და ის უკვე გახდეს თქვენი. მეორე საფრთხო კატეგორია ძალიან კარგია, მხოლოდ ჩვენს მოთამაშეებს და მაყურებლებს კი არ ჭირდება წარმატება, ჩვენც გჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ძალიან დიდი სიხარული იქნება რა თქმა უნდა. ამ სიხარულის გაზიარებას თქვენ აქ ნახავთ, როდესაც გათამაშდება. ჯეკპოტი აუცილებლად და აუცილებლად ვიქნებით ამ ყველაფრის თანამონაწილე. ემოციების ორიენტელი დატრიალდება და მეორე საფრთხო კატეგორიაც უთხრათ აქვე. 51,000 ლარს გასცდა მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეც არ არის გასული, რაც გათამაშდა, ესეთი კოლოსალური სიჩქარით იზრდება და იზრდება 719 ტირაჟი. მესამე საფრთხო კატეგორიაში აქვე შეგახსენებთ თითქოს კარგი და სოლიდური თანხა მოგროვდა, იმიტომ რომ შესაძლებელია დღეს მესამე საფრთხო კატეგორიასაც გამოვკრათ. მოკლედ, ბევრი საქმე გვაქვს, ჯეკპოტი მეორე, მესამე საფრთხო კატეგორიები და აბა თქვენიცით და მე-6, მაგრამ ჩვენ პირველი 3 გვინდა. 3, 2, 1 წავიდა. აბა ახმაურდით ბურთებო. ისე ჩავაჭირეთ ღილაკს. აი ესე არ ჩაგვიჭერია ჯერ. და კი რომელიც აი აგვიხდეს ჩვენ სურვილებს. გამოუშვი აბა ლოტოტრონო, გელოდები. დაბლებით დავიწყეთ. გახსნა სამიანმა დღევანდელი გათამაშება და ვნახოთ არის თუ არა, აღმოჩნდება თუ არა ის იღბლიანი და მოყვება თუ არა ასევე იღბლიანი ციფრები. საკმაოდ დაბალი რიცხვებით დავიწყეთ. 2 გახლავთ მეორე მომგებიანი ბურთი, ველოდებით უკვე მესამე მომგებიან ბურთს და აბა იქნება თუ არა ასეთივე დაბალი, მაგრამ ცირა დაბალი არ არის თქვა, მაგრამ სადღაც შუაშია 23 შემოგვიგორდა ამასობაში. ესე იგი გვაქვს 3-იანი, 2-იანი და 2-იანი 3-იანი. 2 და 3. კიდე 3-იანი, 2-იანი და 3. ამ შემთხვევაში 3 და შემდეგ 2, ანუ 32 რა ხდება? 3-იანების და 2-იანების კომბინაცია გვაქვს და ვნახოთ რა შემოგვიერთდა, აი 11 შემოგვიერთდა. 11 ჩვენთან ერთად არის და ვნახოთ უკვე მე-6 მომგებიანი ბურთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად და ის გახლავთ ნომერი 18. რაღაც უნდა მოხდეს და გული მიგრძნობს. ნახოთ აი ეს ციფრები არის თუ არა რომელიც შემოხაზეს და შეავსეს თავიანთი ბილეთები ჩვენმა მაყურებლებმა და ბონუს რიცხვი გახლავთ 25. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ დავიწყოთ 3 2 23 32 11 18 და ბონუს რიცხვი გახლავთ 25. აბა იმედია რომ რეალურად ტელევიზორთან თქვენ უკვე იცით პრინციპში შედეგები, მაგრამ ეს შედეგები ჯერ არ ვიცით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რეალურად ახსენოს უბრალოდ და ეს ღიარულება თქვენს ოჯახებში ახლა არის. და იმედია რომ აი აქ გამოჩენილი შედეგები ჩვენს მოგგვრის ღიარულებას ძალიან მალე როდესაც აქ გამოჩნდება შედეგები, მანამდე კი აუცილებლად უნდა შეგახსენოთ თქვენთვის აუცილებელი ნაბიჯები, რომ ჩაერთოთ გათამაშებაში და მოიგოთ ისეთი ციფრი, როგორიც გახლავთ ჯეკპოტი ან მესამე. თქვენ უნდა შეავსოთ ლოტო წერტილი G-ზე ეს ბილეთები, ასევე შეგიძლიათ მიბრძანდეთ ყველა დიდ სავაჭრო მოლში, სადაც სერვის ცენტრებია განლაგებული და მთელი საქართველოს მასშტაბით და გადამაშტა მესამე საფრთხო კატეგორია 21,442 ლარი ერთმა ადამიანმა. რა მაგარია, გილოცავთ თქვენ სიხარულს ჩვენს ვიზიარებთ. მეოთხე კატეგორიაში კარგი მოხდებოდა. გამარჯვებული 1854 ლარი მოიგო 4 ადამიანმა და 463 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. მეხუთე მე-6 კატეგორიაში ტრადიციულად ბევრი გამარჯვებული, სულ 142 გამარჯვებული ყავს დღეს ბევრი ადამიანი გავახარეთ. კარგი შედეგია, კარგია მესამე საფრთხო კატეგორია, მაგრამ მეორე საფრთხო კატეგორიაც და ჯეკპოტიც რა თქმა უნდა კვლავ თქვენს მოლოდინშია. ჩვენ უკვე პარასკევს დავუბრუნდებით კიდევ უფრო გაზრდილი საფრთხო კატეგორიებით და აბა თქვენ ისიც შეიძინეთ ბილეთები, იაქტიუროთ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იმედი მაქვს რომ მოიგებთ რომელიმე დღეს ჯეკპოტს. იგებს ის ვინც თამაშობს. მოგება შეუძლია ყველას რა თქმა უნდა. წარმატებული საღამო.